ხო, მოკლედ დილაუთენია, მოგესალმებით. შუშა არ დავრთქლი და მასწავლი როგორ გაიწმინდოს. ხო, სინს თუ დააწვევი, ამას თუ დაუკლებ, წესით იმასაც უნდა დაეკლოს. კაი, სინს ვაპატიოთ, ამას დაუკლო. აქედან ვითომ შენ რო უკრებ. კარგი, ვერ ვიტანახავ მანქანებს. მე ჩავწე ვიდეოს რატომაც. ეს არის წინა შუშა. აი ეგ ნიშნებს გასწავლი. სადაც არ უნდა შეგვხვდეს. რა მანქანაზეც არ უნდა შეგვხვდეს, ყველაფერი ეგეთი ნიშანი დაგვხვდება. ეს არის უკანა შუშა, ნახე ოთხკუთხედი. ხედავ? ეს არ არის ოთხკუთხედი. ესე დახრილი. ნახე წინა შუშა როგორ არის დახრილი? აი ესენი, ხო? ანუ ესე მიდის ცოტა ყველა წინა შუშა წესიერი ნორმალურ მანქანას. დანარჩენი ახლა უკანა შუშის გათხოვა გვინდა? აბა, დაიხედა უკან? არ დავუშვი. ხო, თუ რამე ამას დააწვევი. ხო, შეიძლება ეს ფეჩი ცალკე იყოს, ფეჩი სარეგულირებელი რა და ეს აქ იყოს, ფეჩი სარეგულირებელი აქ. გაჩნია, შენ ნიშნები დაიმახსოვრე. მაგ ბოქლომი რო შაკეტვა, კარგი. ეგრე. ხო და კიდე რა. ეს არის ცირკულაცია. ანუ წინ თუ დაინახავ რაღაცა ბოლოს ან რაღაცა, შეიძლება ეგ მაგას დააწვევ. აუტო ნიშნავს რას? აუტო თუ აწერია ნიშნავს, რომ აქვს აქვე კაროჩე სალონში რო იყოს სიტყვაზე რამდენი გრადუსი, აი მაგალითად 28. რო შეხედავს 28.5 აღარ არის და 28.4-ია. მაშინ ცოტა მოუმატებს ტემპერატურას. ან გააჩნია რომ რას ჩართავ რა? AC არის კონდიციონერი. ეგ AC კონდიციონერი ზამთარშიც მუშაობს, ზაფხულშიც მუშაობს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს შენ. ცხელს ჩართავ თუ ცივს. მიხდი? შეხედები. წინ რო ორთქლია. გაგია ეგეთი რაღაცა კონდიციონერი პირის მიშრობს. კი. მაგიტომ რომ შიგნით ნესტი რაც არის ნისლი, ხო? აი მაგას აშრობს. ანუ წლის ნაწილაკები თუ არის ჰაერში, ურევია მაგას აშრობს. მიხდი? ეგ არის კონდიციონერი. ესენი გაფება სანფერში არის. ეს ფარი. აუტოზე თუ აყენია, ყველაზე იდეალური ვარიანტი ეგ არის. მოდი დავიდეთ ნენა, გზას ხედავ? კი. ნუ ხუთნავარი ყვევით, მაგრამ არ მიშლის ფერველობაში. არ გიშლის, დავედით ამ შემთხვევაში გამოსვლაზე მას არ მითხარ. ეგე? რატო არ მიჯერ როგორც გამოსვლა? გზას ვერ ხედავ, ეგრე იქნება. ასე გები. თუ მე ჩვენ როგორც მოვილაპარაკეთ ახლა რომ გზას ხედავ, კი. მაშინ კი და დავედით. ასე გები. ჩართე მარცხენა. ცუდი ხმა იყო დაძვრისას. რატო? ანუ რუჩნეი ხო ამოწეული და ვტოვე. და ცოტათი ოდნავ იყო მიღინული. აჰა. და კალოთკები. ამას ბარაბანი რამე უნდა ვიცოდე რომ ანუ არ დავძრა ან რაღაცა წილასთან შევამოწმო. კი, გაჩვენებ. ხალხობით. ეს იყოს და ეს რა არის? დადი. ჩერთი მარჯვენა. არა, მე მინდა გაჩვენო, მანქანა რაღაცას იზავს, მე მინდა გაჩვენო. ენახე როდის მოუხვიოს იცის ჩემ მოსწავლემ. ეგეთ რაღაცებს ვასწავლი მოედანზე. ზუსტად ჩაედიოს ხოლმე მოსახვევში და ეგეთ რაღაცა. გარჩი მოედანზე ისე ვასწავლი და არებას, მე რა ქალაქში წიანო ხოლმე. ჩერთი მარცხენა. დავიდით მარცხნივ. ჩერდებით. შეანელე ჩერ. გახედე? 5 სტოლბა გადათვალე, ეგ არის 150 მეტრი დაახლოებით. ანუ სტოლბებს შორის არის 30 მეტრი და იმასე მიხვდები რაღაცეებს რა. 40 რამდენია სიტყვაზე, 50 ან რამე. ხო დაინახე რომ ერთმანეთს ასწრებდნენ. ანუ შენ არა გას, შეიძლება გასწრება. ანუ შენ მარტო მარჯვნივ თუ მიდიხარ სიტყვაზე, მარტო აქ არ იყურები მარჯვნივ, მეხტი? ბევრი შვება მასე, მარტო იქით იყურება, გადის ეგრევე. ხო. დავედით. იდი, შენ ზოლში და მე მოვხვი. ბასე პირდაპირ არ შეხვიდე, ნახე რა ძნელია მე მოხვევა. ხედავ? გაზი? თან ძალიან დაბალი სიჩქარით უნდა შეხვიდე, თორე ბევრი მოხვევა გიწევს. ანუ ოდნავ უნდა მოგეხვია გზაში. კაი? ანუ იმენა ეს პირდაპირ არ გადააჭრა. თუ საშუალება გაქვს. არის ხოლმე რა საშუალება არ გაქვს. 60 არ ვუწდეთ. 60 აქვს და მაგიტო. მე ნიშანი დაგვდება. და ისიც არა, სხვა რამეს ნიშნავს ეგ ნიშანი, ეგ ხშირად ერევათ ხოლმე ეგ ნიშანი. აი მაგალითად აი ეს ნიშანია. ნო? სადარი? აი ეს. ეგ ნიშნავს რომ 40-ზე მეტით არ შეხვიდეთ მაგ მოსახვეებში. განა 40 აი პრავა რო გაქვთ 10-ით მეტი შეგიძლია. ჩამოხსვეს ძირს. რატო? და იჯელი გინე და მაგიდან. ეს ხო საშუალო იყო, ანუ ამაზე არ უნდა და მე აი დაჭყლედელზე შეგიძლია დიდად არ შეანა. აქ რო შვები წინ. გაზიდან დავედით, ვიღურებით. გახედე, ვინმე ხომ არ გვარდა. ვინმე ხომ არ არის. სი, აქაც შეანელია. შეანელეთ.
ტორმოზი არის ძალიან მგრძნობიარე. არა? არა. აგიხსენი აქ შენ ტორმოზი სად იყო? გასოს? ტორმოზი სად იყო კი? აიხსენე. შეამოწმე სად არის და შეანანე. კიდე დაჭირი. არქნა ეგრე, შენ როგორ შვები? შენ შვები როგორ? ეცერ წუთი აგიხსნა. ვიდეოს გარეშე. იმიტომ რომ მე რასაც ვასწავლე არავინ არ ასწავლის ვაფშე. გაზი პირიქით. ეს ხედავით ჩვენ ჩართა? ლამაზია. ლამაზია, 8-ზე რო გახვალ სულ. მე არაფერს ნახტო. ეგ გუშინ იყო რა. ხო და დაიცა ვიდეოს გარეშე აგიხსნი. ხო და მასე რო იზა. უნდა შეამოწმონელ. მიხდი? ვიდეოს გარეშე რატო მოუყევი რაღაცები, რატო ვასწავლე? იმიტომ რომ მე ისეთი რაღაცები მოვიფიქრე, რასაც არავინ არ ასწავლის ვაფშე. სწორია, საიდუმლოა. ხო, გადაო. რასამოვდი? მუსიკა უნდა გაჩიტულიყო. ციპენია, მოვარიშივა. სიმბა, ვიღაცა ნაეცია სიმბა. კაი, ცოტა შეანელი, ვაიდა პრიუსმა გადაგიჭრეს. გახედე, ეს არ გვარტყავს, კაია, წავედით. როგორც კი დაინახე, რომ პრიუსმა გადაგიჭრა, ეგრევე ბოლომდე უყრი ტორმოს ფენს, გამიგე? 60 წდებიდან ამიტომ წრებინებს ის. უკვე თუ გადაგიჭრა, კაი დროს ეს სიგნალი. მიხდი, მარტო ტორმოს მაგ დროს შეანელე. ნუ თუ მოასწრებ, ეგ მაგ დროს, ანუ შენ თუ თანაჩერებ და თანასიგნალებ, ეგ უკვე გინებას ნიშნავს. აჰა, გასაგებია. ნუ ანუ არ ვიგინებ. გააჩნია ადამიანს, მე მაგალითად მიგინებია მაგალითად. ხო, მაგრამ კვეთილზე კი ამრისადე არ ვიგინებით. არა, შეიძლება გულში სიგნალით ვიძახი. იმას რა ეს მისეფა შენ აქ რა თქვი. 300 მეტრში, თუ ავი 100 მე რაც არის მაგდენეთში, წრეზე მარცხნივ, არა, დაიცა. შეანანა. გუში მე რო დაგიგვიანე გახსოვს? დაგიგვიანე, იმიტომ რომ შუშავს მენდი. მოსწორია? დაყინულია. დღეს დაგიგვიანე, იმიტომ რომ ვიღაცა მიჩანჩალებდა, წინ ვერ გავასწარი იმენ. ფარებს, უნთებ, სიგნალი. მიდი, ჩართე მარცხენა. მარცხენა, დაფიქრდი ჯერ და მე დანებით რო ჩართო. ეს ვიდეოში მიდი და. გაზი ცოტა ტაქსი არ ვარ, შეხედა. აქ ვიღაცა თუ ჩაგიჭრა, უნდა გახედოთ სარკეს და გვერდზეც გაატრიალებ თავს. ანუ სხვა ზოლის თუ ერთდება შენ ზოლს. აი მაგალითად სხვა ზოლი უერთდება შენ ზოლს, სხვა გზა, სხვა შესახვევი, გამოსახვევი, ეზოდან გამოსასვლელი რაღაცა. საიდან შეიძლება რამე წამოვიდეს. როგორ გადაირბინა ჩანს ვიდეოში. ტორმოსთან კონდეს ფეხი ეს გაჩერდა. ანუ გელოდება. ტორმოსთან, იმიტომ რომ შეიძლება გათვალო რომ ვეტევი მე მგონი და გაზი და შენ უნდა დავტორმოზო მაგ დროს. ოღონდ როგორც კი ტორმოს შეეხები მაგ დროს. შეხედე რომ ტორმოზი რო გიჭირავს, მაგას დაარტყავ? თუ არ დაარტყავ? თუ არ დაარტყავ, დაჟე არის ხოლმე მომენტი რომ ზედმეტი გიჭირავს ტორმოზი. ხო. მიხდი, ანუ ძალიან ადრე ჩერდები, ეგ ვარიანტიც არის. მერე ტორმოზი შეიძლება არ ეგულირო ფეხში. მე რაც მოგიყევი, მასე იძავ, ხო? და შეხედავ რა. მიხდი, ოღონდ თუ უცებ გადაგიჭრა, ხო. მაგ მე რაც გითხარი, მაგას შეიძლება გაცდე მაგ ადგილს. მიხდი? უნდა გავხსნე. ხო. რატო არ ვიძახი რაღაცებს ბოლომდე? იმიტომ რომ მე რომ ეგენი მოუყვე ყველაფერი, ხო? მე ეცოდნება ყველას. აი ამაზე ხტორმოზი არ გამოვიყენე, იმიტომ რომ კაიო ხარ, გადაჭყლეტილი იყო. ისევ ხელახლა გიხსნი. რაც უფრო დიდია, მით უფრო ბუგაროკი რაც უფრო დიდია, მით უფრო ნელა. და ის ბუგაროკი რაც უფრო დაჭყლეტილია, მით უფრო დაშვებული სიჩქარესთან ახლოს. გამოცდა რა ხან გაქვთ? ეგ რას ნიშნავს? აი მაგალითად იწერია. ბუგაროკის 40-ით გაიარა და ბუგაროკის ნიშანი ერთად არის რა, ერთდროულად. როგორც ის ნიშანი იყო, აი მოსახვევში 40-ზე მეტით არ შეგვიძლია. ხო. მიხდი? მაგ მოსახვევს რო გაცდი შენ, ეხა აქ ნიშნები არ დგას, მაგრამ ყველამ ვიცით რომ აქ 80-ია. მაქსიმუმი 80 აქ, ანუ შეიძლება 80-ი არის. ნუ ეხა ნიშნები შეგვხვდება და ამ შემთხვევაში არ გვინდა დამორჩილება. ამ შემთხვევაში რა? ხო, აი ამ შემთხვევაში 40-ით იარეთ და აქ რო 40-ით წახვიდე, აი გული აერევა ხალხს. სამსახურში მიდის ესე და ეგეთ რაღაცებსაც ვითვალისწინებ, რომ აქ ვაფშე 20 წერია და მაგით. მიხდე, მაშინ 20-ით უნდა გატარო აქ. გამოსტაზე რა თქმა უნდა უჯერებ ყველა ნიშნავს. რა თქმა უნდა, იმ 20-ით დადიხარ და ძირითადად გამოსტაზე ეგრე დადიხარ 20-ით და რაღაცებით. ხო და ნახე რაზე ჩაიჭერი? ნახე სად დაჭლიგინებ. სირცხილი და თავის მოჭრა.
მივხვდი რა შეჭე. ვერა. მანდ არის უსაფრთხოების კუნძული. ნუ ძაღანაც იყო, ოღონდ გაწვეთილი. მოიწი აქეთ და გახედე. იმბე ხო ბარ გვარტყავს. არა, წავითით. ეხა შენ გითხოვენ, მაგრამ ისე შემოფრინდა, არ მგონია. ცოტა გაზი, მარჯვენა მხარეს დარჩი. გადვხდი. ეხა გაკ აჩქარების ზოლი. მოიწი აქეთ, გაუშვიგას, ჩართე მარცხენა. მიდი, გადადი. დაიცერწოთ. ჩემ გარეშე არ ქნა ხოლმე რომ უცება გრიფოს იჩქარე. და რატო? ეხა მანძილი გაგვითავდა. სიტყვას როგორც ვლაპარაკობ, ეგრე არ ეტევა მაგ დროში. გასაგებია. და ვეღარ აგიხსენი ვერაფერი. просто მარცხენა ჩართები მოვასწარით და ეგ არის, თორე უნდა მეთქვას არკეში გახედე, ლურჯი მანქანა ეგრევე გვერდზე გიდგებოდა. ეგრევე, სразу. ანუ შენ რო გაზი მიეცი, ეგ დაჟე უკეთესი იყო მაგამ ბავშვი. რო იმან არ ჩაგიხდა თორე. მომენტ მაგის გზა, მაგას ვიძახი. შენალა. მომენტ მაგის გზა ეგ უნდა გაატარო, როცა გადადიხარ, ეგ გავიგეთ. მაგრამ ეგ ისეთი ადგილია, რომ ერთს რო გაატარებ, დავიდა კოლონა. მაშინ უყოლა უნდა გაატაროდა. ეგ რას ნიშნავს უყოლა თუ უნდა გაატარო? წინ ის აჩქარების ზოლი, მე ესე მიდის. ანუ გადადითო იქით. ანუ მე უსაფრთხოების კუნძული. ანუ ის უსაფრთხოების კუნძული არ უნდა გადაკვეთო? ანუ თუ ვერ შეანახეთ. თუ ვერ გადადიხარ გვერდზე, ჩართე მარჯვენა. სარკეთ და გვერდზეც გაიხედე. დაგეცე ბოლომდე ვაფშე გახედე ვინმე ხო არ მოდის, იმიტომ რომ აქ ისე უყენიათ მანქანები, რომ ვერ ეტევა ორი მანქანა. აქ ვინ ცხოვრობთ უთხარით, რომ აი ეგ ეზო არ არის, ეს არის ქუჩა. ეს ეზო არ არის. ისე მოაყენებთ მანქანებს, რომ კაცი ახლა ხელებს იშვერს. ატატიან უყენი. მიხდი. მე ვიღაცას ამოუვა ყელში, დაპოსტავს იქ ჩემი ქალაქი მკლავსო. ეგეთი რაღაცა ხო არის ჯგუფი. და მე დაიწყებენ აქ ევაკუატორით მოსვლას და მანქანებს წაყვანას. აქ ვინ ცხოვრობთ უთხარით ეგეთი რაღაც. 30-იო ბავშვები გადარბიანო, ჩართე მარცხენა. გახედე ნიშანს თავარ გზაზე ხარ, როგორც მიდიხარ, მარტო ის. გახედე, ვინმე ხო არ გვარტყავს პროსტა და მარჯვენა ზოლში შედი. დაასრიალე ხელში. შეანელე. აქაც ნელა გადადი, ნელა. ახედე ძალიან საკაიფო დახრილობის აღმართია, ხო? დაღმართი. ნუ ჩვენ ნიშანია და არ იყო რამდენი დაღმართი. ეგ აღმართზე რო დიხარ მაშინ არის. დაღმართიც არის. არა, დაღმართზე არის, მაშინ იგია სხვანაირად უნდა მეთქვა. აღმართზე რო ადიხარ, ოღონდ აი სადაც ქალაქ გარეა, რაღაც ეგეთი რაღაცები სადაც არის, აი მაგ დროს არის ხოლმე. კაი იქნებოდა ამ დროსაც რო დახარონ. იმიტომ რომ შენ ერკვევი ხო, აი მაგალითად 10 გრადუსიანი აღმართია და რა უნდა ქნა მაგ დროს. ერკვევი ხო? ვერა, აბა რა გინდა? გაჩერდი ჩართე მარცხენა და გახედე კაი შორს. თუ არავინ არ მოდის, მაშინ გადიხარ. ეხლა გავდივარ. მიდი. არ გინდა, არ გადმოდიხარ. რატო არ გინდა? ეგეც შტებიანი შენ და მასოს ნაუხუციო და მაგით. მართლა. რატო გადაიჭილიგინე? იმიტომ რომ უკანის ძალიან შეანელე. არ მაინტერესებს ვაფშე საერთოდ ვის სად ეჩქარება. როცა შენ სწორად უნდა იარო და არ უნდა დაიბნე და ეგეთ რაღაცები. მაგ დროს თორე მე წეღან თქვი რაღაცებს ვითვალისწინებ. აი ახლა მაგალითად სტოპ ნიშანთან გაჩერება მინდა გასწავლო და მაგრამ არ მაინტერესებს რამდენს ეჩქარება. მალე მარჯვნივ და სტოპ ნიშნამ D უნდა გაჩერდე. მიდი და სტოპ ნიშნამ D. ეს. ახლა დაძარი. გახედე იქიდან მოდის თუ არა? თუ არა წაუხვე. გაზი? რა დააშავა მოსწავლე, მე თქვენ თვითონ კიდე გაზი? თქვენ თვითონ დამიწერეთ. გადავაშვა. აი მე, არა უშავს აქეთაც შეიძლება დადასვლა. მარჯვენა წავსულიყავ ღმერთო ჩემო. არა, ჩემი ბრალი. იმიტომ მე შევედგარ ჩემო, მარჯვენა მარცხენა ვებისო. არა, ჩემი ბრალია და რატო? აი ეხა წინასწარ გეუნები 300 მეტრში მარცხნივ. აი მაგითოა ჩემი ბრალი. მერტი? წინასწარ უნდა ამას რო უქცევ სიმციმა და წინიდან ახლა არა გოგონი მიშლიგინებ ეგ. მალე მარცხნივ. ეხა ხო მოიფიქრე რომელია მარცხნივ. გამარჯობა. ანუ ჩემი ბრალი იყო წეღან. უშე პრინტი გოგო. შეანელე ცოტა. კასი ეხა 20, 25-ია ესე ცოტა გაშლილი რო არის 90 გრადუსიანი მოსახვევი. ეხა არის ცოტა გაშლილი. 20-25 მაქსიმუმ. აქ მაქსიმუმ 25 შეიძლება. ახლა ნორმებია 20 მაშინ. კაი, გახსოვს მე აგიხსენი ბუგაროკი დაჭყლეტილი მეთქი შეგიძლია დაშვებულით გადახვიდეთ ხო? კი. მე აგიხსენი არის ხოლმე მომენტი დაჭყლეტილი გგონია. შეგნით აქ. მიიწი შენკენ ახლა ცოტა თორე ეს
ესენი დგანან თვისლი. გახედე ხა იქ დაჭყლეტილს დაუმიზნე? აბა, სად არის დაჭყლეტილი, ხედავ? დაუმიზნე, ხა შეხედე? ედო? არ დამჭირდა მაინც ხა რა? რა არ დაჭირდა? ტორმოზი დაჭყლეტილ ადგილას. ანუ ბუგაროგი ხო იყო? კი. დაჭყლეტილი იგებონა და ბუგაროგი მაინც იყო. კი. აი ესე რომ რესკად მიხედი? არასწორი საფიცია. მიახტი თუ რაც ქვია? რა შვები? ეგება ის მოდის ხალი მაგონა. გაიტანო ეგება ის. დადიან ხო ნადე ტირპარდესინ უნდა ეგე დადგაფან აქედან. ორმო იყო, ორმოს არ უნდა აუქციო. მართლა წინ იყო, ჩემ მხარის იყო ორმო და ჩავთვალე რომ აი ამ ორმოში ჩავედი. ეგარ აგითხარი. ეგარ აგითხარი. ანუ რატო არ უნდა აუქციო მასე მიხდი? მაშინ ჩართეთ იმ თემას არკეში გახედე, გვერდზეც გაიხედე ის ნადე ტირპარდესინ არ მოდის. დაიმახსოვრე ანა გვერდზე. აი როგორც კი ეგრექენი ეგრევე მე აქ პატარა სარკე მაგ და ყველაფერს ხედავ, მაგრამ ეგრევე მოდ გავიხედე. ეგრევე ის მუსიკა ჩამესმა. რომელი? ეგარაც ვიმღერე. აქ არის 70. მედი ეგრე ალაოქრი. გოგო ეგრე არა, გაუჩი. ჯაზილა გასფერი. ნენა აკრებინე. დისკებზეა ოპელი აუშვიგას, გაუშვი. და შენ წინ არის? შენზე ცოტა სწრაფად მიდის. მაშინ შემოატარებ. გასაგებია. გას ზუკა ჩართე ხალმე ციმციმათარე. შემოსწავლე გამტრედა ზეღანა. ციმციმაძე მაინც მიხდებოდა რომ გადმოდიხარ. ხო, აი ეგ რატო არ ქნა? ვიწყდებათ რომ კაროჩე ყველას გონია შენ რო ტარება იცი. წეღანის უკარო ლურჯი მანქანა მოკვებოდა ხელებს იშვერდა. მაგის გამო კაის არაფერს არ ევნებია. ხო და მაგრამ მე მკიდია უკვე გაცკაი. იმიტომ რომ ნალაპარაკები მაქვს ეგეთ ხალხთა ბიჭო რა ჯანზია. მარცხენა მხარეს იარეთ რატომ მეზე პირად ვიცგზა და ახლა ჩანს რა ქვია. მეტრო ჩანს რო ჩახედო. ანუ მეორე მხარეს რაღაცა გახსნეს. ინტერნეტი და ტენი და რაღაცები უნდა მიიყვანო. გადათხრიან ეგრე კაი ერთი კვირა ეგრე იყო გადათხრილი, პროსტა უნდა გენახა რამხელა იყო რო გადათხარეს. აი რამხელაზე ამოთხარეს, პროსტა უნდა გენახა. და ჩაყარეს ხრეში და ხრეში იასნია დაიპრესა. გაუშვიგას. მე შევანედე. და ზეგან მე რაც არ დაიმახსოვრე, მე რაც არ უნდა გელაპარაკო, შენ ნიშნებს უყურე. ზეგან გეწერა 40. კაიგე? მე რაც არ უნდა გელაპარაკო, შენ ნიშნებს უყურე მაინც. მიხდი? სწორი არის პოლიციელები. სწორად. ხა ამას არ მეღვე. გახედე რამეს ხო არ უქცევს. ძალიან დიდი 40-ა და უქცევს, მაშინ მიყევით. ისე ყვილა არ მექვს. თან უხვევდა ხო და ინახე, ციმციმაც ჩართო. ჩართს ხო? გარგი ბიჭი რა გინდა. ბიჭო ზუკა მაგრამ მეოსება სახელი. მართლა. ეთყობა აი კაი ტიპი თუ იყო ვინმე გეთილი ადამიანი ის გამახსოვდება ეთყობა და მაგითო ქჩება ეგრე გულში თორე არის სახელები ვერ ვიტან. მაგაი. არ ვიტყვი. ყოველთვის შუაში. მომართული ორივე მხარეს რო სწორად დაიდოს. ხედა კვიანი, აბა. მაგასაც ვასწავლე მოედანს. ეხა დაიწყე შენელება, წრეზე პირდაპირო, მარცხნივ იგი არ და შენელე, შენ მარცხნივ რატო ჩართო იმან? მარცხნივ რატო ჩართო? ანუ ჯერ არ უნდა ჩართო. მერე შეიძლება მარცხნივ მიდიხარ, მაგრამ ჯერ არ უნდა ჩართო. შენ პირდაპირ მიდივართ არაფერს არ. გახედე შენკენ თუ ვინმე მოდის უთმო. მოდის ვინმე? ჩაიჭერი. გაზი მაშინა. სირცხვილა თავის მოვაგი თეთრი კამერი არ გავდა. აუშვიგას შენ ზოლში ვინმე თუ შეიძლება შემოვიდეს სარკე ამოწმებ ვინმე ხო არ მოდის. ეხა შიანელე ზებრაზე ვინმე ხო არ გადადის. ნახე ზედგანან ზებრაზე ხედავ? გახედე. როგორ უნდა გახედო გახსოვს გასწავლებულში? მარცხნივ მარჯვნივ. აი ესე იხრები ტანითა შენითა და ზღვის ცხენებით რო იждები მანქანაში მოღუნოს. ზღვის ცხენებით. კითხვა. შიანელე აქაც გახედე კარგად დარწმუნდი, აბა? ვიბე ხო არ გადადის. აბა, გახედე. ერთმა რომ მიჩივლა იცი? მიჩივლა, ნუ ერთი ქულა დამიწერა მაგაზე. აი ეგრე, მე ხა ხო გითხარი, ვინმე ხო არ ვირბეს ხო არ ვარტყავთ არა, ეგრე და აი ეგრე იძახდაო გაკვეთილზეო. რა უნდა და რა გითქვა? თუ პრეფერენციებს
ვერ გავიცანით. ანუ რა შემიძლია, იცი? სპეციალურად ძალიან ბოროტი ვარ მაგ საკითხებში. ანუ სპეციალურად შემიძლია, ცოტა მოაკეთე. 1.40-ი არა. რახან ძალიან დახუნძრული ადგილი, ანუ სულ 10-ები ისენი რაღაცები. სულ გამოსასვლელები და ვიღაცა დიდი შანსი არის დაძრას გამოხდეს გადაგირბინოს. აი ესეთ დახუნძრულ ადგილებში 40 მეტი არის არო. აჰა, 45. რაც არ უნდა არის შეზღუდვა არ მქონდეს ხო? 60 რომ შეწეროს მაინც არის არო ეგრე, დამიჯერე. იჯერე. ხო და გასწრება არ შეიძლება. ნიშნავსას ყველაფერს გახედე. შეანელა. რას ხვდები? ხო და ძალიან ბოროტი ვარ მაგ საკითხში. შემიძლია ეგეთ სიტყვებით ველაპარაკო, მე მოსწავლეებს, რომ საზომს საკონტროლო ხელსაწყოების დაფას ჩახედე. ანუ აი მაგრა შემილია დავდანჯო ადამიანი, აი ძალიან მაგრა შემილია. ჩაიჯე. ახოს მოდი? ო. ინამ ლელო გაიტანე. ხო და დისტანციას როგორ ზომავთ ჩემსა და მანქანაში? აი ჩათვალე სკუტერი ყავს მიბმული კაპოტზე. და სკუტერით არ უნდა მიეჯახო. მოპედით. ზოგს შეიძლება გაეცინა ეგ რო ავხსენი, მაგრამ 3 მეტრი უნდა კონდეს დისტანცია. 3 მეტრი რო ავხსნა მოსწავლის დისტანცია და იცავი მეთქი ვერ ხდება. მოსწავლე 3 მეტრი რამდენია. სკუტერის ზომას ასე თუ ისე მიჩვეულია თვალით. მოიწიახეთ? კინ სკროლი იყოს რა, 2 მეტრი ხო არის სკროლი? 2 მეტრია? არ მგონი. 2 მეტრა, ნუ კაი. კაროჩე სკუტერი ყავს და სკუტერით რო არ მიეჯახო ეგ რას ნიშნავს? ვინმე ხო არ მოდის? ოღონდ წითელი უნთიათ და ძალიან რო შენენდე შენ ეგონება რომ მე ვითხოვს გადავიდე. და დაჟე შეიძლება სირცხული გზნობა ჩაერთოს, აგე მithმოს და გადავიდე, კაცო სირცხულია მithმოს. მიხვდი? დასაგები. ანუ შენი გზა რო არის, მაინდამაინც ნუ ანახებ ადამიანს რო არ იქა და გამოდიან რაღაც ეგეთ რაღაც. ნუ მართლა აი ავტობუს ხედავ რომ ჩამოფრინდა. ჩამოჯლიგინდა. აუში ტორმოს, ეს გითმოს, ოჯახი ნახე წინასთან შეანელა. ეგრე არ შეიძლება. მაშუკის სიგნალით ჩართო. ეს რა და კაცი რო ანაკითხე. მარცხენა მხარეს დარჩი, ახლა ავტობუსი რო გვერდზე გადაიწევა, შენ უნდა გაყვეთ. ვიცი შენი ხასიათი. ანუ ეს თუ აჩერებს, მაგრამ ციმციმას კი არ გირთავს. მიედი. და ავიდეთ იმკაცებად. აი ხარ თქვა ის ციმციმას ატუ არ თავს და რაღაცეები. კაცი 24 საათია, მაგრამ ხელა ჯაბახანას ატარებს მე. მაინც არ უნდა გამართლო, გავიგე, მაგრამ ახლა ხან ჩართავს ხან არა. ეგ რას ნიშნავს? ოს ნაუქციო თუ გაჩერდა. და გასკარად რაღაცა სტრანა ჩვება. ჩართე მარჯვენა, მალე მარჯვენა. შეანელე ჯერ და როგორც კი მანქანები გათავდნენ, ეგრევე გადმოდი. გაგა. ვაიმე დედა, მე და ვაჭირე თორმოს, იმიტომ რომ მითთა. მარჯვენა ზოლში შედი. მერე გადადი მარცხენა, ეგე? ჩართე მარცხენა, გასაუში რომ დრო გქონდეს გადასვლის. გაგა. ვაფშე სარკე მარკე დარჩი. აგე კონკრეტულად ეს ამის ადგილია ვაფშე. მარჯვენა მარცხენა. აუში გას გახედე შენკენ თუ მე მოდის უთმობ. ნუ მიდი ხარ ეგრე გაზით. გაგა. გზაჯვარედინებზე გაზით ნუ აი გაზ გაყრილი ნუ გაიგრი. მაღალი სიჩქარე ნუ გაიგრი. თუ ძრავ გაზი მია კაცო. აუში გას ეხლა და წინ და გახედე რან გადაგირი. მიდი ეხა იარე მარჯვენა მხარეს ვინმე იმის თავი თუ აგრო გაგასროს გაგაცროს. აუში გას. ნუკრი. გითხარ მე შეგარკვე სახელთან. მე გამორთოთ, ჯენიფერას გათხოვაც გამორთოთ და გადადი მარცხენა მხარეს, იმოძრავე პირდაპირ. შეგენაცო. ჩაიჭერი უკვე. აი უკვე ჩაიჭერი, ეგე. დავრგვი ის მე უფრო ადრე მივხვდი რომ ეჯახებოდი თუ მანქანა. შენ. ანუ მანქანა უფრო სანდუა თუ მე გამოცდილი მწყო. მაგრამ შენ იქ არ იქნება. ეს იყოს და ეს რა არის? ჩვენ მანქანა რაღაცას იზავს, მე მინდა გაჩვენ. მე ხო არ გიყოლები, ეხლა რომ დაიქოქება არ შეიმჩნია, ნახე ახლა. მეჯიკ. გაგრას ეს რო თქვი. ეხლა გამორთავ, იმიტომ რომ სისულელი, ეკოლოგიის პონჩი, ბენზინი დაზოგით სახეეძრობა მატორს მაგდროს. ანუ ნახეთ, სხვა ზოლში ხო დაბკოლება, სარკე შეამოწევენ, ხო არ გიხდება. იქიდან შეიძლება ვიღაც მოფრინავ შეანელა. და ჩაგიხდეს შენ, იმიტომ რომ ყოველთვის გონიათ, ეხლა ზურათი რაც დაიდო ვიდეოში, ყოველთვის გონიათ რომ გავეტებიო, არ არის ეგრე. აუშვი გას, დახუნძრული ადგილი.
ხედავ? დავდივართ მე ეგრე შევარქვი, როგორც აი ეგრეა როგორც ვერახი. ურწადები ვითამ. გადმოდი მარჯვენა მხარეს. სარკე ჯერ შიანელე. არ ვიცი რა. აჟნო თუ მარცხნივ. პირდაპირ, წრეზე პირდაპირ. წრეზე შევდივართ. შიანელე ჯერ. შევანელებ. ლაითად შიანელე დააჯერე, მოუხვიე, დატოვე ეგრეული. გახედე ახლა გვერდზე? არავინ არ არის. ეხა გაზი ლაითად და გახედე, ვარამე მომფრინავს. მანდ ახლოს არ მეხვიდი, არ მიხვიდი ახლოს. რასთან ახლოს არ მომსულიყავ? ჯერთი არაფერთან ახლოს არ მეხვიდი. მერე მეორე წრიულთან რო დადიხარ. ხო. შენ მოედანზე არ იყავ, ხო, ჩემ მოსწავლე? არ. და მაგით არ იცი. მითხარი. წრიულთან ახლოს რო ახლოს კი არა და უკანა ბორბლით რო არ ახდე. ან ბარდიულზე შესახვევში უკანა ბორბლით რო არ ახდე. ხო. და მე ესე ცერად რო არის აროს მანქანა. ხო. და გასაკეთებელი რო არ გაგიხდეს და ასე შემდეგ. დარჩი მარჯვენა მხარეს დარჩი მარჯვენა აქეთ. შტორმს გაუშვი ძალიან არა. ცოტა გაზი 40-მდე იარი. ანუ წრეზე რომ მიდიხარ, მეტრზე ახლოს არ მეიყვანო ცხვირი და პუდი არ ახდები. ახლოს არ მიყვანა ცხვირი და გინ თუ გინდა სარკესაც გიმთავრდება სარკედან რავი წრიულამდე, პარდიულამდე გახედე რა გამოფრინდეს. იმედეთ. არ ვიცოდი რომ მან შემოხარ, ანუ უნდა გითქო წინზე ხარი თუ არა. გაუში, ვაფშე არ მithქავს, ჯოუყვე მეთქი. ხო და სად მოსაუბრე? იარე, ეხა იარე, 30-იო. ჯობა. არა. ჯამთელობა. აგარ ვცი ვაფშე ახლა. გაგვესვრის. აი მეთეთა. აუქცია მას ცოტა დღეს. ტერმინები უნდა დავიმახსოვრე რა. აუქცია ნიშნავს იმას, რომ აუქცია ნიშნავს, რომ უბრალოდ გადავიდე თუ მოძრაობ. მაგას აგიხსნე, ეხლა რომ გზაზე დგანახედავ? გზაზე რო დგანახედავ? მაგ დროს ეხლა შენ ზადადიხარ და ისიც სადადის? სად გიჭევთ სიარული? არა შენ ზოლში. შიანელე ეს მარჯვნივ მოუხვევს, არა და მარცხნივ დარჩა. კაი დავკრუგოთ ვაი და დასაკრუგია პირველად ვართ აქ. გახედავ იქით ვინმე ხوار ხდება რა. ვინმე ხوار ხდება. არა, ეგრე რისკად არ ხდება. აი აქეთ ამ დაიცერთ, გაუშვა ყველაფერს კაცშვილი არ მოდის უკანიდან. აცი ფეხი. დაიორთ კლაშუშევი იმდენი. ვით. ბარემ იმას აგიხსნია დორმეშლება ნერვები შენ რომ ესაშავებ. და რატო ვიღაცა რომ მოდის ვინც რავი. ვიზეც მეშლება ნერვები. ხასიათი გაქვს ძალიან კაი. ეგ ერთი. რამეს რო ვაშავებ, ხვდები, ახმოვანებ, დავაშე. მე დავაშავე. ეხა ახაც რო შემოვღები, მივხვდი. რო აქ არ უნდა შემოგეხვიო, ხო, სწორი? ანუ ყველაფერს აზროვნებ და ხვდები და მივხვდი რას ვიწევ. და ადამიანი რომელიც ჩუმად ზის და გეუნება, შეჭავთ რო დაიერთქლა. გეუნება რო არა, შენი ბრალია ყველაფერი და რაღაცა ვაფშე არ მithქოს აქ შემოუხვიებ მეთქი, ხო, სწორია? ხო. მარჯვენა მარცხენა თუ აგერება, ეგეც არ არის ჩემი ბრალი, ხო? მაგრამ იქ მაინც ვთქვი, იმიტომ რომ მაინც მე წინასწარ უნდა მეთქვა, მაინც შევთავს დავაბრალ. ხო და შენ რა ხა გეთქვა რომ შენი ბრალია ყველაფერი, მაგიტო ვატარებ, რატომ ძაბავ და ეგეთ რაღაცები. მეთქი, მე თუ რამე შენიშვნას გაძლევ, შენ არ იძაბები და არ ცდილობ რომ მაჩვენო, რომ იმენა მაგრა გამოგივა მაინც ყველაფერი. მაგას არ ცდილობ. просто როგორც ხარ, სწავლობ ან იგივე შეცდომას აღარ უშვებ. მაგიტო ნერვიც არ მიტოკდება საერთოდ. მიხდი? პირიქით, ეხლა მაგიტო გითხარი დროს გიმატებ მეთქი. მაგიტო ყველაფერს იქნება ისე უშვები როგორც საჭიროა და ვინ რისი ღირსია, არ ჩემ ასე გიქცევით და მე ნუ გაქვს პრეტენზია რომ არ იქა ცუდი მასწავლებელია და ის. ძალიან ხშირად არის ის მომენტი, რომ კარგად ვექცევი მოსწავლეებს. ძალიან ხშირად, მაგრამ მოდიან ეგეთებით. მანევრი არის რა? შენ ზოლში, როცა დადიხარ და მასე აღარ აპირებს სიარულს. აი მაგალითად ზოლი არის ესე, ხო? და მასე აღარ აპირებს სიარულს, იმიტომ რომ აქეთ უწყვეტია, აქეთ წყვეტილი ან უწყვეტი, ან აქეთ ბარდიული არ აქვს მშლობა. მასე არ აპირებს სიარულს, როგორც შენი ზოლი მიდის. მასე თუ არ აპირებს სიარულს, მაშინ აკეთებ მანევრს. ანუ რას ნიშნავს ეს? ნახე იმ ზოლში ვერ ეტევი. მანქანებით განა. ანუ გჭირდება რა? მანევრს გაკეთებ. მე უკვე მანევრის გაკეთებისას რას აკეთებ? მიხდი?
მანძილი რომ მოიგო დრო რომ მოიგო ცოტას ანელებ ვრთავ ციმციმას სარკეში იყურები და რა თქმა უნდა სარკეში რო იყურები გვერდზეც იმიტომ რომ ეგ არის ბრა ზონა გავიგეთ კი ესეთი ვიყავთ დაიცაი და თორმოსტატი დაძვრამდე რავშვებით დაძვრამდე და მანქანა გაიარა კი ავიყურებთ ჩართე მარცხენა ჩავრთე მარცხენა ესე მაქს X სარკე არ ეყოფა რომ მიხვდა იმ მოსახავიდან ვინმე შემოფრინდა თუ სწორია ახედე კი იმიტომ რომ იქ უკვე აქ მე აქ მეცხედა ვიდრე აქ ზავედით წავედით და ბარემ ეგ ციმციმა ჩართებული გაქვს ჩართი უგამოიშტო ჩართი დადიხარ ეგრე ციმციმით იმიტომ რომ ზოლსიკით დადიხარ როცა ზოლსიკით დავდივარ ციმციმას ახლა გადმოდი აქეთ გადმოსვლისას ვთაო ჩართე გაჩვილი ხმას რაღაც ეხა ისევ ჩართე მარცხენა ოღონდ შეანელე და იმის გზა არის რახან შენ მხარეს გაქვს დაბრკოლება აჰა იმასაც უთმობ მე მგონი მოვედით აქ ხო აბა მისი გზა მიდი შენ თუ აქ გადავიდე ჩამწელდე დაიცა ჩადი აქ ვთაო მაშუქ სიგნალს ვიღებ ბოლომდე არა მაგრამ ვიღებ შეხედე ხოლმე რამდენი ჭირდება და ცოტა შეანელე შევანელე არც ერთი მანქანა არ არის გარეცხილი რომ მიხვდი ანარექსში იქიდან მოდის თუ არა სამწუხაროდ მაგრამ გასწავლელა იფაგე აუ вообще მე მგონი პარკინგზე შევალთ ხა ხო პარკინგზე შევალთ დაიცა ცოტა ხანი დავასტოპე ვიდეოს არა მგონია და ჰაი კორპუსში შედის აროჩი დავიკარგეთ გვიშვენე დაიცა დაგვირდი ახარ ჩები მაქეთ ბოლო წამს კი არ იღებ მარცხნივ ბოლოს მე ჩები წინასწარ მე რო გითხარ ბარდილს არ გამოედავენ ხო ხედავ ნაკვალები ეგ შავი მინი პატარა ეგ შავი აი მანქანებს გაყევი და ვსომა ამასაც არ დააკლეს ამ მანქანას მოიწე აქეთ რო სხვა ვაი და შემოვიდეს ჩართე მარცხენა იმიტომ რომ აქაც მიდის ხედები მარჯვნივ აბა უშიგას ცოტა ლაითად მიიც ხოლმე ამას და არჩი მარჯვენა მხარეს ეხა მთლიან ზოლს გააყოლე თვალი და გიწევს თუ არა ბოლოში მანევრი ბოლოში მიწევს მანევრი ხო ანუ აქედან მეიცი რომ მანევრი გიწევს ბატონო თუ რა უნდა ქნა მანევრით დაბრკოლება აი დროსია უკვე რომ მიხვედი არა მანამდე გათშექციმციმა აი ეხა მიდიხარ პირდაპირ გზის მიმართ ვინმე თუ ვერ ხვდები ჩართოთ თუ არ ჩაიჭერი ჩაიჭერი დამნიშნულობა აქვს შენ წრიულზე ახდები ბარდილზე თუ ჩვენებთ ახლა როგორ ნატაროთ აი ხო არის ზოლი და სარკეს და ზოლს შორის აი ესეთი დისტანცია გქონდეთ ყოველთვის სარკეს და ზოლს შორის დისტანცია და შანსი არ არის უკანი ბორბალი რო გამოედოს მე ხვდი თითქოს შეგიძლია თითქოს ისეთნა თითქოს ზოლზე ატარებს სარკეს ზოლზე ატარებს სარკეს შენ შეხედე რომ ცხვირი იყოს მეტრით დაშორებით ხო თუ ესეთი ვიწრო ზოლია ხო მაშინ 2 მეტრით აი ახლა მეტი გზა არ არის და ატარებს სარკეს კარგი ისე დაიმახსოვრეთ კარგად ვიწრო ზოლი თუა მეტრი არ დატოვოთ თორე იქით გადავარდებით მანქანასაც გააჩნია ლიმუზინი რო ყავს მე იმას ვერ დატოვებ მეტრს წინ ვიცი რა მანევრი დამჭირდება და საით მივდივარ მალე მარჯვნივ გახსოვს გუში როგორ აგიხსენი შორტ ვიდეო ნახეთ როგორ არაგერიეთ შეანელა 2 მეტრი 2 და 2 მეტრია რატო გაჩერდით ვიცი გაი აუში გას ბარდილს დახედე როგორ შეგიძლია მოხვა მე შემილი აი ისე ოქე ბოლომდე გახედე კომენ მოხარ მოდის იქიდან მოდის ხო მის სოლში გადახვალ ხა იმიტომ რომ ცოტა მანამდე უნდა მოგეხვია წავედით მაგიტო ჩვენ რომ მოდიოდი ჯიპი მაგიტო გაუჭირდა გასვლა ჯიპი იყო აი ჯიპი რო არის აი ეგ იყო გასვლა გაუჭირდა იმიტომ რომ სხვის ზოლში გადადიოდა იმიტომ რომ გვიან დაიწყო ჩემსავით მოხდება თუ მოიფიქრე აი ეხლა გეტყო და მალე მარჯვნივ ნიშანს გახედე და უთმე გზაო და არავინ არ მოდის ჩვენ ტრაქტორიაზე კაი დროს იგებინები სწორია პოლიციელი შემოხდება 40 კათიშეთ იმცემა როგორც კი მანევრს ვაკეთებ ის კარგი რაღაცა ჩვენე ხო და ეხლა მე მომიწია მანქანის გაჩერება რომ ამეხსნა შენთვის მანევრი რა არის და ჩემთან შეანენე ბარდილს დააკვირდი გაშავებული თუ არა ბარდიული ესე იგი მან ცოტა გონება ჩართე რომ არაფერს არ გამოედო ანუ ყველა მანდედება
ხო და რომ მოდიან ხოლმე შეანელე პირველ გაკვეთილზე ეგრევე ქალაქში არ გამყავს, იმიტომ რომ რაღაცეები უნდა იცოდეთ, სანამ ქალაქში გადიხარ. სად დადიხარ ხა შუა გზაში ხო ხედავ? შენ უშიგას? შენ მარტო ცოტა ხანი გასწავლე. არა, გასწავლე რაღაცეები, მაგრამ გავიწოდე. ძალიან ადრე ვიყავი. აქეთ ხარეს დარჩი თქო, განა გაჩერდი თქო. აბა გახედებ კიდე უგარო კიდე, მე იქ შენელდი და ვსო. წამოწოლილი პოლიციელი რატო ხია თუ იცით? გვერდიდან ნიშანს წამოწოლილი პოლიციელი. ანუ რუსეთიდან მოდის ეგ ფრაზა რა. და ძირითადად გაიშნიკები ვინც იყვნენ, ადრე გაიერმა, გაიშნიკები ვინც იყვნენ, ძირითადად ღიბიანები იყვნენ, იმიტომ რომ ზამბე ფულს აკეთებდნენ რა. ანუ წარმოიდგინე ხა ეს მანქანა გააჩერე, ახი 10 ლარი. ის მანქანა გააჩერე 10 ლარი, ის მანქანა 10 ლარი, ის 5, ის. ანუ აკაიფო ფულს იმაშვები და დავაი იკეიფე რა. ო და იასნია ღიბი ქონდათ. მამია. აგე. მამია მასალა მოიგანი. უშიგას, ნუკრი. მალე მარჯვნივ. შეანელი. ეგე შენ ტრაქტორიაზე ეს მიდიოდა. ანუ შეხედე ხა სადნა აღმოჩნდა და მანდ ვინმე დგას თუ არა, მოდის თუ არა. ვიღაცა რო იქ იდგეს. სხვა ვიღაცა უქცევს შენი მეძე. ხო. კი არა, გახედავ შენ აქ მოდიხარ, არ მოდიხარ. მეხტი? უშიგას და ნიშანს გახედე. ნიდა იბოგე ხა გადაცდე ორმოს, უშიგას, ნუკრი. ნუკრი სათო ეძახი. ამათ მაყურიცია. ისი ანაქვია, მარა, ნუკრი ეძახი, ნუკრი რატო? სანამ მე ვიტყვი ნუკრი ფავს იჩქარე. უკვე აგრიფაამან, აგე გადაცდა უკვე, მოკვდა კაცი გაჟადა. ათ ჯიანელე და დააკელი 40-მდე იანი. 40-მდე. ხო. გავიგე, კარგად მიეჩვიე და კიდე გუშინა წვადა ეგეთი მოსწავლე, რომელსაც ტარება ვიციო და გონებაში აქვს სულ ის, რომ ტარება იცის, მაგრამ ტარება არ იცის საგამოცდოდ. საგამოცდოდ არ იცის ტარება რას ნიშნავს. აი ეს როგორც დადის, რომ შენელი გაგასწრო აბა სადველოდო. სწორი ეგეთ ტარება. სადველოდო საბა. ანუ ძირითადად ყველა ეგრე დადის, კამერა არ არის, დავაი გაუყარე გაზფეხი. არ არის სწორი, არ შეიძლება ეგრე. მაგრამ თუ ხედე სპიდუმეთ შენც ეგრე შვები თვალის ზომით რა სიჩქარითაც შეგიძლია იარო თვალის ზომით მასე დადიხარ მაგრამ ჯერ თვალის ზომაც არ გაქვს სწორია შენ პროსტა მიიგაჩვიეს მაგას შეანელე კარგად მე ესეთი რაღაცები მოგივა მიხდი კი კიდე რო გაგწდება რა უნდა ქნა დავედით არ მოუხვიო უხვევ აბა რა შვები უხვევი ის რესკად არ მივიდა იმასთან თორე შრულს გადმოკრავდა შავი მანქანა გამიგე? ანუ სხვა ეგრე რესკადიციან ხოლმე მოსვლა, აი მაგასაც ვასწავლი მოედანზე. მალე მარჯვნივ მოიფიქრე ჯერ არ გიჩქარე მან შეანელე. ისე შეანელე რომ გზამდე გაჩერდეს ცხვირი. მაგაზე კონცენტრირდი მარტო. წინ იყურე გზამდე. შო ეხა გაიხედე. მოდის ვინმე? მოდის. მაგას ატარები. ვაი აქ არ დადგე ჯიპი. ნუ შვები და ეგეთ რაღაცეები. კიდე მოდის? წადი, ის უყვებს. წადი. აქ არავინ არასწრებს პროცესზე არავინ არ მოდის პროსტა. სამზეული მარჯვენა ხელით ჩამოწევთ, იმიტომ რომ აი აქ ეს დირგა თუ რავი, თითის შესაყოფი დირგა ქვია, აბა რა ქვია. აქ 60 შემიძლია სიარული. მე არ დირდება თვალები ისეთი მაგა. მე აკეთებ მზეს ხო. წინაზე ვიდეოში ვნახე მწვანე თვალები არის, ყველაზე მაგარი თვალები, იმენა ადაპტირდება და ну შევით ესე დისტანცია დაიწევით საერთოდ მარცხენა თუ გასწრებს ვინმე უნდა გაატარო ამ შემთხვევაში შეანე იური გამოატარე და მე შედი ეხა ნენა უშტორმოს სულ გაუშვი გაგწდება მოუხვი სულ ეგრე არ შევაფერხეთ და გავითვალისწინეთ რომ ამასაც სიარული უნდა მაგრამ უნდა გაჩერდე გაატარო ის და მე ტორმოსთან ფეხი რასაკეთე შევდივარ ვიცადეს ლანძღვის დრო გაქვს ახლა შენ რასაც მიეჩვიე ტარებას რომ მიდი ჩქარა ებიჭო მანდე არ შეიძლება ეგრე იმიტომ რომ გამოცდილი არ ხარ შენ აქაც ეგრე ჩქარა შევხვალ აქ ჩქარა შევხვალ იმ მანქანის უკრიდან ვინგად მოიბენს აქედან მანქანა მოფრინავს თუ არა ვაფშე აი ვერ მიხვდები საერთოდ